საოცარია, მაგრამ ატომური ენერგიის საუკუნეში, ლაზერული იარაღისა და მარსის მეცნიერული კვლევის ეპოქაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჯერ კიდევ ცხოვრობენ პირველყოფილი ადამიანები, რომლებიც სრულიად არიან მოწყვეტილნი გარე სამყაროს და წარმოდგენაც კი არ აქვთ ცივილიზაციაზე. ასეთი ტომები დედამიწის ყველა ნაწილში ცხოვრობენ, ევროპის გამოკლებით. ისინი სრულ იზოლაციაში არიან და არ იციან, თუ რა არის ტელევიზორი, ფოტოაპარატი, ტელეფონი და ელექტროენერგიაც კი. თუმცა არის ზოგიერთი ტომი, რომელმაც პირიქით, მშვენივრად იცის, რომ სხვა ორფეხებიც ცხოვრობენ მათგან მოშორებით, მაგრამ სრულებითაც არ ჩქარობენ მათთან კონტაქტის დამყარებას. არსებობს აგრეთვე მესამე, უკიდურესად უარყოფითად განწყობილი კატეგორია, ცივილიზაციას მოწყვეტილი ადამიანებისა, ისინი მზად არიან ნებისმიერ უცხო ტომელს სიკვდილით გაუმასპინძლდნენ. და როგორ მოვიქცეთ მათთან შეხვედრისას ჩვენ, ცივილიზებული ადამიანები, უნდა გავერიდოთ მათ თუ პირიქით, ვეცადოთ კონტაქტის დამყარებას, დაუმეგობრდეთ თუ სიფრთხილე გამოვიჩინოთ და დისტანცია დავიჭიროთ მათთან ურთიერთობისას. რა თქმა უნდა, უცხო არაცივილიზებულ ტომებთან შეხვედრისას დიდი სიფრთხილეა საჭირო და ეს ნათლად გამოჩნდა 2 წლის წინ, როცა ინდოეთის ოკეანეში მდებარე სენტინელის კუნძულის აბორიგენებმა იქ საქადაგებლად ჩასული ახალგაზრდა მისიონერი მოკლეს. შემთხვევა ბენგალის ყურეში, ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე მოხდა. 27 წლის ჯონ ალენ ჩო იქ ქრისტიანობის საქადაგებლად ჩავიდა, თუმცა აბორიგენებმა ის ნაპირზე ჩასვლიდან რამდენიმე წამში შვილ ისრებით მოკლეს. ცხედარი კი პლაჟზე დააგდეს. ფორმალურად სენტინელების კუნძული ინდოეთის მმართველობის ქვეშ არის, მაგრამ კანონის მიხედვით სენტინელის კუნძულზე ჩასვლა ცეცხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, რადგან აბორიგენები გარე სამყაროსთან კონტაქტზე არ მოდიან. თავის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობაზე კი საკმაოდ აგრესიულად რეაგირებენ. ჩვენ კუნძულზე მოხვედრა ადგილობრივი მეთევზეების დახმარებით შეძლო, რომლებიც ინდოეთის პოლიციამ კანონის დარღვევისთვის დააბადმერა. მაინც ვინ არიან სენტინელები, საიდან მოხვდნენ ადამანის კუნძულებზე და რატომ არიან ასე აგრესიულად განწყობილი სხვა ადამიანების მიმართ? ამ კითხვაზე პასუხს ამ ვიდეოში მოგიყვებით. სანამ პასუხს გეტყვებით, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო. ეს დაეხმარება არხს განვითარებაში და მექნება დიდი мотиваცია განმოგრძო ვიდეოების კეთება. ბენგალის ყურეში, ინდოეთსა და მიანმას შორის მდებარე ადამანის არქიპელაგის ნამცეცა კუნძულზე, ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე ცხოვრობენ გარე სამყაროს მიმართ უკიდურესად მტრულად განწყობილი ინდიელები, სენტინელები. ისინი პირველი აფრიკელების პირდაპირ შთამომავლები არიან, რომელთაც კონტინენტი ჯერ კიდევ 60,000 წლის წინ დატოვეს. მას შემდეგ ეს პატარა ტომი დაკავებულია ნადირობით, თევზჭერით და შემგროვებლობით. უცნობია ის, თუ როგორ აჩაღებენ ისინი ცეცხლს. კუნძული ფიქტიურად ინდოეთს ეკუთვნის, თუმცა ფაქტობრივად ის აბსოლუტურად დამოუკიდებელია ყველასა და ყველაფრისგან. კუნძულზე ცხოვრობენ მხოლოდ და მხოლოდ სენტინელების ტომის წარმომადგენლები და ითვლება აბსოლუტურად უკონტაქტო ტომად. ანუ ისინი არ აღიარებენ არანაირ ცივილიზაციას და არ აქვთ კონტაქტი გარემომცველ სამყაროსთან. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კუნძულის აბორიგენები 60,000 წელია იზოლირებულად ცხოვრობენ და დღემდე იქ მხოლოდ ენდემური მოსახლეობაა. ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულის მონახულება მარკო პოლომაც მოინდომა თავის დროზე, თუმცა ადგილობრივები მას მტრულად შეხვდნენ. აი რას წერდა დიდი მოგზაური. ისინი სასტიკები არიან, წარმოადგენენ ულმობელ და ველურ რასას. არ სურთ კონტაქტზე გამოსვლა, ხოლო როცა კუნძულისკენ ცურამნავს დაინახავენ, მაშინვე იწყებენ მშვილდისრებიდან სროლას და ამით ანიშნებენ, რომ მათთან ურთიერთობა არ სურთ. დღეისთვის იდენტიფიცირებული არაა, თუ რა ენაზე ლაპარაკობენ სენტინელები. ცნობილია მხოლოდ ერთი, რომ მათ 1000 წლების განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი გარე სამყაროსთან. მათი ზუსტი რაოდენობაც კი არაა დადგენილი. სავარაუდოდ აქ 100-დან 400-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათ მტრად ეჩვენებათ ყველა უცხო ტომელი. მაგალითად, 2010 წელს მათ მოკლეს 2 მეთევზე, რომლებსაც ნავში ეძინათ და დინებამ სენტინელების კუნძულზე გამორიყა. ხოლო შემდეგ ისრების წვიმა დააყარეს მეთევზეების საძებნელად ჩაფრენილ ვერტმფრენს. იყო მხოლოდ 2 მშვიდობიანი კონტაქტი სენტინელის ტომთან 1960-იან წლებში. ერთხელ მკვლევარებმა მათ დასანახად სანაპიროზე დააწყვეს ქოქოსის კაკალი. აინტერესებდა, შეჭამდნენ თუ დაარგავდნენ მას. ველურებმა ქოქოსი შეჭამეს. მეორედ კუნძულის სანაპიროზე მათ ცოცხალი ღორი დაუტოვეს. მათ ის მყისიერად მოკლეს და დამარხეს. ერთადერთი
რაც სენტინელებს სასარგებლოდ მოეჩვენათ, ეს პლასტმასის წითელი ბედროები იყო. მათ ისინი კუნძულის სიღრმეში წაიღეს, ხოლო მწვანე ბედროებს კი რატომღაც ხელი არ ახლეს. მაგრამ იცით, რა არის ყველაზე უცნაური და აუხსნელი? მიუხედავად პირველყოფილებისა და უკიდურესად პრიმიტიული საცხოვრებელი პირობებისა, სენტინელები მთლიანად გადარჩნენ 2004 წელს წყნარ ოკეანეში მომხდარი მიწისძვრისგან გამოწვეული საშინელი ცუნამის დროს. ამ მიწისძვრის დროს ხომ აზიის სანაპიროზე მცხოვრები 300,000-მდე ადამიანი დაიღუპა, რამაც ის ყველაზე საშინელ ბუნებრივ კატასტროფად აქცია კაცობრიობის ისტორიაში. როდესაც სამაშველო ვერტფრენი მიფრინდა კუნძულზე, მათ დასახმარებლად აბორიგენებმა მაშინვე დაუწყეს ქვებისა და ისრების სროლა. ამით მაშველები მიხვდნენ, რომ სენტინელებს არანაირი დახმარება არ სჭირდებოდათ. ტომს მფარველობს და ინახავს ორგანიზაცია Survival International. მისი წარმომადგენლები დროდადრო ჩუმად ამოწმებენ კუნძულის მაცხოვრებლებს და აცხადებენ, რომ მათი კონტაქტი ჩვეულებრივ ადამიანთან ძალიან საშიშია, რადგან ველურებს არ აქვთ იმუნიტეტი ისეთ უბრალო ვირუსებზეც კი, როგორიცაა გრიპი. ამ ვირუსს შეუძლია მთელი ტომის გაწყვეტა. ამიტომ ინდოეთის მთავრობამ 1997 წელს მიიღო გადაწყვეტილება არ ჩაერიოს სენტინელების ცხოვრებაში და აკრძალა კუნძულის აბორიგენებთან ყოველგვარი კონტაქტი. ასე რომ, ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული არის უკანასკნელი დასახლებული, მაგრამ აბსოლუტურად შეუსწავლელი კუნძული დედამიწის ზურგზე. სენტინელი 1300 კილომეტრითაა დაშორებული ინდოეთს და 300 კილომეტრით ემიჯნება მაინმარს. შეიძლება სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კუნძულის მაცხოვრებლებს თითქმის არანაირი შეხება არ ჰქონიათ გარე სამყაროსთან 19 საუკუნის მიწურულამდე. თუმცა აღსანიშნავია, რომ კუნძულს სულ რაღაც 50 კილომეტრი აშორებს პორტ ბლეირამდე, რომელიც ინდოეთის სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ ინდოეთის არსებობის შესახებაც კი უცნობია სენტინელებისთვის. გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარებში თქვენი აზრი.